მათი ამოცანა არის, რომ აი ამ რეალობაში შექმნან იმიტაცია, თითქოს მორჩა ჩვენი კაცი მოვიდა. ამ შემთხვევაში ჩვენ აქცენტს გავაკეთებთ იმაზე, რაზეც გააკეთეს აქცენტი ქართულ ოცნებაში. ესეც მანიპულაციური ქმედება არის და ესეც რაღაც შენიღბო არის საკუთარი ამომრჩევლისთვის. ქალია კაცი, რადგან ეს თქვა, ეს მოგვაწოდეს ისე, რომ მორჩა ყველაფერი რიგზეა. შენ თუ აი ამ ნაბიჯზე მეუბნები, რომ არა, მე ამას არ გავაკეთებ და არ გადავდგამ, მეტი რა შეიძლება იყოს რუსეთის სამსახური. ერთადერთი გზავნილი იყო ფაქტობრივად, რომელზეც ამხელა რესურსი დახარჯეს და ამხელა აქცენტი გააკეთეს და ნიშანდობლივი არის, რომ არც ერთი მათგანი შტატებში არ ყოფილა. მარტო ის არ არის მნიშვნელოვანი იქ, ვინსად იდგა და ვინსად იჯდა. მოგესალმებით Redline-ზე მარიამ ჯანელიძე, ბექა პატურაშვილი, ჟურნალისტები. ბუნებრივია დღეს ვისაუბრებთ ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 57 პრეზიდენტის ინაუგურაციაზე. დონალდ ტრამპი მეორე ვადით აირჩიეს შტატებში და ვისაუბრებთ გზავნილებზე. რა გზავნილები ჰქონდა დონალდ ტრამპს, უფრო კონკრეტულად ეს გზავნილები როგორ გადმოთარგმნეს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, რაზე გააკეთეს აქცენტი და რა უთხრეს ქართული ოცნების წარმომადგენლებმა საკუთარ ამომრჩეველს. და როგორ გააშუქა ეს ამბავი მედიამ, ეს არის საკვანძო კიდევ, რაზეც გვინდა რომ აქცენტი გავაკეთოთ. ხო, რა გაიგეს და რა არ გაიგეს ტრამპის ნათქვამიდან საქართველოში, კონკრეტულად ქართულმა ოცნებამ. 20 იანვარი ამ თარიღს საქართველოში განსაკუთრებით და არა მხოლოდ საქართველოში, ალბათ მთელ მსოფლიოში ელოდებოდნენ რა გზავნილები ექნებოდა დონალდ ტრამპს. 20 იანვარი ქართულ რეალობაში რაღაც წყალგამყოფი თარიღი იყო. ჩვენ გვახსოვს, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლები, უფრო კონკრეტულად ირაკლი კობახიძე ამბობდა, რომ 20 იანვრამდე საპროტესტო აქციები არ გაგრძელდებოდა. ჩვენ ხედავთ, რომ აქციები გრძელდება და რიტორიკა შტატების და საქართველოს რაღაც სტრატეგიული ურთიერთობის საკითხზე ამ პერიოდში მუდმივად იცვლებოდა. იყო სხვადასხვა ნარატივები, ასე ვთქვათ. ჩვენს არხზეც არის ამის შესახებ ვიდეო, როდესაც მაგალითად მე მახსენდება ამბობდნენ, რომ რაში გვარგიაო სტრატეგიული ურთიერთობა, რა სარგებელს ვხედავთო საერთოდო. აი დარდი თუ დავკარგეთ, მე რა იყო მათი პოლიტიკა ერთი სიტყვით და ამბობდნენ, რომ რა ვიცი, არაფერი ხელშესახების შედეგი ამას არ მოუტანია და მაგალითად მოყავდათ, რომ ჩინეთთან აგერ უკვე სულ ცოტა ხნის წინ გავაფორმეთ და პირდაპირ ფრენები გვაქვს და ოვიზო მიმოსვლა გვაქვს და თუ ასეთი კარგი ტიპები არიან ამერიკელები, ამდენი ხანი სად იყვნენ და რატომ ხელი არ გამოგვიწოდესო და საერთოდ არ გვჭირდება მაგათი სტრატეგიული პარტნიორობა. შემდეგ უკვე ხალხის ძალის წარმომადგენლები ამბობდნენ. ნუ არა მხოლოდ, რა ვიცი, ქართული ოცნების ლიდერებისგანაც მოგვისმენია მსგავსი განცხადებები, ეგ ხაზი ქონდათ ერთი სიტყვით. თუმცა მე სანქციებთან ერთად შეიცვალა ეს რიტორიკა და შემდეგ უკვე ამ ურთიერთობების დალაგებაზეც უფრო მეტ საუბრობდნენ და ამ დალაგებასთან მიმართებაშიც იყო ეს ისევ deep state-ი და რაღაც გლობალური ომის პარტია. მე მანდ უკვე შემოვიდა თუ დღესაც მაგალითად რომ ვუსმენდი პოლიტიკურ განცხადებებს იყო რომ აი ჩვენ უნდა დავალაგოთ და ეს ძველ ნიშნულს უნდა დაუბრუნდეთ და სტრატეგიული პარტნიორობა უნდა აღვადგინოთ, თუმცა ეს ვერ მოხდება ერთ დღეში და ორ დღეში და ამას დაჭირდებათ რომ უკან დასახევ გზას იტოვებენ. აი თავიდან თუ რადიკალურად უდგებოდნენ ამ საკითხს და არ გვჭირდებას ამბობდნენ, ეხლა უკვე ბოლო დროს შეიცვალა, სწორად აღნიშნა რომ სანქციების კვალ და კვალ იმის გათვალისწინებით რომ არც აქციები არ დასრულდა და მიილევადი პროცესიაო რომ არ ქმევდნენ, აღმოჩნდა რომ არ არის მიილევადი პროცესი და რაც უფრო ღრმად შევიდნენ ისინი კრიზისში, თანდათან უფრო შეიცვალა მათი მიდგომა, მაგრამ მე შემოვიდა ეს თუ დონალდ ტრამპი შეასრულებს თავის დაპირებას და deep state-ს და ამარცხებს და გლობალური ომის პარტიას, ამ შემთხვევაში კიდევ შეიძლება რომ რაღაც გამოვიდეს და მაგრამ აი ამ თუნდე ის პერიოდიც ხო გვახსოვს, რომ აი 20 იანვრის შემდეგ ყველაფერი შეიცვლება. კი, ეს ამას ამბობდნენ პირველი მათი გზავნილი სტრატეგიული პარტნიორობის გაჩერების შემდეგ შტატების მხრიდან იყო ეგ, რომ აი 20 იანვარს ტრამპი მოვა და ყველაფერს დაავალაგებთო. ეხლა სად მივდივართ ხო, რომ დაუბრუნდეთ ისევ დღევანდელ დღეს. მათი ამოცანა არის, რომ აი ამ რეალობაში შექმნან იმიტაცია, თითქოს მორჩა ჩვენი კაცი მოვიდა რა. ხო, ეგ შთაბეჭდილება დამრჩა, რომ აი ამის რაღაცნაირად
ეს რადგან მიაწოდეს თავის მაყურებელს თუ ამორჩეველს თუ მხარდამჭერს რომ ჩვენ ამას აუცილებლად ასე ვიზამთ და ეს წყალგამყოფია ტრამპის მოსვლა დღეს ხო ნუ რა უნდა ეკნათ ხო უნდა ეჩვენებინათ რომ ეს ნამდვილად ესეა და მორჩა ყველაფერი იგზა მთელი დღევანდელი დღე მიეწყნა იმას რომ აი ეს ყველაფერი რეალურად უკვე ასე ხდება, თუმცა საკითხავია ხდება თუ არ ხდება და რა გვაძლევს იმის საფუძველს რომ ეს ვილაპარაკოთ, ხო? ფაქტობრივად მთელი მსოფლიო ელოდა ამ თარიღს 20 იანვარს, არა მხოლოდ საქართველოში და შტატების პრეზიდენტის ინაუგურაცია ძალიან მრავალფეროვანი და სიმბოლურად დატვირთული ცერემონია არის, ასე ვთქვათ. იქ უამრავი სიმბოლო არის. არ ვიცი, აი რაღაც ჰიმნის გაჟღერებიდან დაწყებული ვის რა სამოსიაცვია და ბევრი დაიწერა მელანიას კოსტიუმზე, რომელიც რაღაც მკაცრი სტილი იყო, ასე ვთქვათ, რისი თქმა უნდა და ამით და ფაქტობრივად ყველა დეტალზე შეიძლება რომ ბევრი ვისაუბროთ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, გზავნილებზე. რა გზავნილები ქონდა დონალდ ტრამპს, თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენ აქცენტს გავაკეთებთ იმაზე, რაზეც გააკეთეს აქცენტი ქართულ ოცნებაში და ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, რა კითხვები დასვეს ჟურნალისტებმა პოლიტიკოსების მისამართით და რა არის ის საყრდენი ქართული ოცნებისთვის, რაც დაალაგებს მათი წარმოდგენით ამ ურთიერთობებს. მაგრამ მე მგონია, რომ ეს იმედი და საყრდენი არის ესეც манипуляციური ქმედება არის და ესეც რაღაც შენიღბო არის საკუთარი ამომრჩევლისთვის. ვინაიდან მე არ მგონია ქართული ოცნების წარმომადგენლებს რეალურად ჰქონდეთ იმედი, რომ აი ამ რაღაც იდეოლოგიურ ნარატივზე, რაზეც ისინი აქცენტს აკეთებენ, რეალურად ჰქონდეთ მოლოდინი, რომ ეს იქნება ის, რაც იქნება გადამწყვეტი და რას გულისხმობ ამ შემთხვევაში? გულისხმობ ქალი-ქალია, კაცი-კაცია, რაზეც დღეს მთელი დღე კომენტარები კეთდება და შეფასებები კეთდება. ანუ მთელი ტრამპის აი ამ ხელა სიტყვიდან ხო, ნუ აი რადგან ეს თქვა, რომ აი ქართულმა ოცნებამ ქალია, კაცი-კაცია, რადგან ეს თქვა, ეს მოგვაწოდეს ისე რომ მორჩა ყველაფერი რიგზია. აი რასაც ვამბობდით ეგ ხდება. აი ტრამპი მოვიდა და ზუსტად ის თქვა, რასაც ჩვენ მანამდე ვამბობდით. ანუ აი ასე გაამარტივეს ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების საყრდენი, ასე ვთქვათ და აი ამ ილუზიის შემოთავაზებასთან გვაქვს საქმე. და ამასობაში მე მინდა რომ ხაზი გავუსვა რომ არის ძალიან დიდი ფუნდამენტური საკითხები, რაზეც რეალურად დგას ეს ურთიერთობები და პრობლემები, რომელიც ამ ურთიერთობებში შემოვიდა, ხო? და ამას არავინ ხაზს არ უსვამს. ანუ ამაზე არ საუბრობს ქართული ოცნება, იმიტომ რომ არ არის მომგებიანი, და ანუ საზოგადოებას არ უნდა დაავიწყდეს, ხო, ეს ყველაფერი. ანუ რა, პირველ რიგში ეს არის დემოკრატიული უკუსვლა. რაშიც მათ შორის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და სხვა ჩვენმა პარტნიორებმა დიდი ხნის განმავლობაში დიდი ძალისხმევა ჩადეს, რომ საქართველოში დემოკრატიულ პრინციპზე დაყრდნობით განვითარებულიყო სახელმწიფო ინსტიტუტები, მედია, სასამართლო და ასე შემდეგ. დემოკრატიული პროცესის უკუსვლა. ერთი. შემდეგ უკვე პირდაპირ უარის თქმა დასავლურ ინტეგრაციაზე და ეს ცნობილი გადაწყვეტილება, რომ 2028 წლამდე ისინი არ აპირებენ მოლაპარაკებების დასაწყებად რაიმე ნაბიჯის გადადგმას. გარდა ამისა, ვოიაჟები ირანში, სადაც კობახიძე იდგა იმავე დარბაზში, სადაც ყვიროდნენ სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს. რუსეთთან კოჭის გორება და ამავდროულად იმის მოტყუება თითქოს ჩვენ რეალურად მივდივართ ზოურ სკამზე ვზივართ და აი ღირსებით ევროპისკენ თურმე მივდივართ და ამ დროს როდესაც მათ შორის აი მინდოდა ამ კითხვაზე პასუხი გამეცა ქართული ოცნების ლიდერები ერთმანეთს მიყოლებით სვამდნენ ბოლო დღეებში კითხვას რომ აი მოვიდეს ვინმე და გვითხრას რა გავაკეთეთ ჩვენ რუსების სასარგებლოდ აი ეს თემა შემოიტანეს და რა ვიცი, ამაზე ერთი აზრი გამიჩნდა, რომ მეტი რა უნდა გააკეთო. ანუ რუსეთის მთავარი ამოცანა არის, სამხედრო ამოცანები შესრულებული აქვს, აქ ბაზები აქვს და მისი მთავარი გზავნილი რა არის საქართველოსთან, რომ შენ ფეხი არ გადაადგა იქით. შენ თუ
მე მომისპობ იმის შესაძლებლობას, რომ ვინტეგრირდე ევროკავშირთან და ვიფიქრო ნატოში ინტეგრაციაზე, ხო, რაც ჩვენი გაცხადებული და კონსტიტუციაში ჩაწერილი კურსი არის. შენ თუ აი ამ ნაბიჯზე მეუბნები, რომ არა, მე ამას არ გავაკეთებ და არ გადავდგამ, მეტი რა შეიძლება იყოს რუსეთის სამსახური. ანუ მათ პირდაპირ დაკვეთას ასრულებს მათი პოლიტიკა და აი ეს ხალხი გვეუბნება. ანუ კრემლში თუ არ დადიან და ლავროვს თუ პირადად არ ხვდებიან. ეს მანდარინს თუ არ ვეზიდებით სიტყვაზე თუ რა ვიცი, როგორც არის იმას რა ქვია კი მოსკოვში ეს ნიშნავს რომ მე ან რო ამბობენ სტრატეგიული ობიექტების ხოებმა გადასცესო და ჩვენ არ გადაგვიციო მაშინ რა გააკეთეს იმ სტრატეგიული ობიექტების გამოსასყიდად ხო ანუ ეს რუსეთზე რო ვილაპარაკოთ და იმაზე რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში და არამხოლოდ ძალიან კარგად ამჩნევენ აი ამ რეგრესს ხო ჩვენ დასავლური ინტეგრაციის და პარალელურად აი რუსეთის ამოცანების შესრულებას პირდაპირ გარდა ამისა ჩინეთთან ურთიერთობები რაც შტატებისთვის ძალიან პრინციპული არის. აი ეს ყველაფერი ეს კომპლექსური ჯაჭვი განაპირობებს იმას, რომ მათ მიიღეს ესეთი გადაწყვეტილებები და კონკრეტულად პასუხისმგებლობას აკისრებენ აი ამ პოლიტიკურ გუნდს. და ეს პოლიტიკური გუნდი ნაცვლად იმისა, რომ რეალურად რამეს გვთავაზობდეს, რომ დაგვერწმუნოს, რომ თითქოს რამეს ცვლის, რეალურად ისინი კვლავ რაღაც ილუზიურ გარემოში ცდილობენ, რომ გვამყოფონ და დაგვაჯერონ, რომ რადგან ტრამპმა თქვა ხალი კაცი, ამით თურმე ყველაფერი კარგად არის. ეს პოლიტიკური გუნდი ამასთან ერთად ამბობს, რომ ეს ყველაფერი ბაიდენის ადმინისტრაციას უკავშირდება გადაწყვეტილებების სანქციებზე თუ რაღაც ეს ურთიერთობების ასე გაციება და აი ახლა ყველაფერი დაალაგდება, მაგრამ ყველაფერი დაალაგდება რის ხარჯზე, ხალი კაცის ხარჯზე, რომელიც ერთადერთი გზავნილი იყო ფაქტობრივად, რომელზეც ამხელა რესურსი დახარჯეს და ამხელა აქცენტი გააკეთეს და ნიშანდობლივი არის რომ არც ერთი მათგანი შტატებში არ ყოფილა და ულოცავენ სოციალურ ქსელში ტრამპს ინაუგურაციას და პრეზიდენტად უკვე დანიშნას თუ როგორც არის, მაგრამ ჩვენ ნახეთ იგივე ჯო ვილსონის პოსტი X-ზე, როდესაც კობახიძის მილოცვას აზიარებს ჯო ვილსონი და ივანიშვილის თოჯინას უწოდებს, ხო? თუ პუტინის სოციალისტად რომელი იყო, მაგრამ ხო იქ ამბობს რომ შენ არ ხარ ამერიკის მეგობარი და არ გვჭირდება შენი მილოცვა ანუ ქვეტექსტი ეგ იყო მაგ პოსტის და ხო აი ახსენე ვინ იქ ვინ არის და ვინ არა ხო გარდა იმისა რომ ახლა სიუჟეტსაც ვნახავთ სადაც მხოლოდ რაღაც გენდერის საკითხზე გააკეთეს მათ აქცენტი მთელი ეს დღეები მიდის აქტიური კამპანია იმ ხალხის საქილიკოდ, ვინც გაემგზავრა შტატებში. პირველ რიგში აქ მიდის სიუჟეტები მზადდება იმაზე, რომ დასცინონ სალომე ზურაბიშვილს და წარმოაჩინონ, რომ მისი იქ ყოფნა და ვინმესთან შეხვედრა არაფერსაც არ ნიშნავს. გარდა ამისა, რიგი პოლიტიკოსები არიან ოპოზიციონერი, ხო? და ახლა სიუჟეტები იყო უზარმაზარი იმაზე რომ აი ვინ სად იდგა, ვინ შიგნით შევიდა, ვინ ვერ შევიდა, ვინ გარეთ დარჩა და ასე შემდეგ და ამ დროს არ არის საინტერესო თვითონ რატომ არ იყვნენ იქ. თუნდაც ნაყიდი ბილეთით წასულიყვნენ სხვას რომ დასცინიან და მარტო ის არ არის მნიშვნელოვანი იქ ვინსად იდგა და ვინსად იჯდა, ხო? ანუ იქ გამართული შეხვედრები, იქ შემდგარი საუბრები და იქ აწყობილი კონტაქტები აი ამ პოლიტიკურად გარდამტეხ სიტუაციაში და ჩვენ ნახეთ ტრამპის შულთან მიღებაზე იყო სალომე ზურაბიშვილი, გიგა ბოკერია, თამარ ჩერგოლაიშვილი და ნუ სხვა შეხვედრებს ესწრებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები. ხაზარაძე, ჯაფარიძე, ვაშაძეც არიან იქ, ხო? და ნუ რისი თქმა მინდა რომ პოლიტიკა მხოლოდ ხომ არ არის რაღაც პრესკონფერენციები და ოფიციალური სპიჩები, ხო? ანუ ეს კონტაქტები, რომელიც დგება, ეს არის არანაკლებ თუ არა მეტად მნიშვნელოვანი იქ ვის ჩაის სმის დროს რა ინფორმაციას უცვლის, ხო? და თუ ვინმეს მე არ შენ ამბობდი რომ შენ არ გაქვს იმის მოლოდინი რომ ვინმეს რამის დაალაგება უნდა და ესაც მეტყოლებს იმაზე რა თუ ვინმესთან შენ ამის დაალაგება გინდა, რატომ არ ხარ მასთან? რატომ არ ხარ იქ? შენც რატომ არ ხარ იქ?
და რატომ ეს რეალურად ეს ურთიერთობები როგორ არის ხომ? აი ამ ოფიციალურ ცერემონიებს მიღმა უფრო მნიშვნელოვანი არის. მე ეს მსმენია, რომ ამ მიღებებზე, შეხვედრებზე რა საუბრები, რა აზრების გაცვლა იქნება და ურთიერთობები, პირადი თუ იქ არ კონტაქტები დაგპატიჟეს და შეგიძლია რომ წახვიდე და თუნდაც სადღაც შეძრე და ვიღაცას რაღაც ხმა მიაწვდინო. შეძრო კი არა, მე მახსოვს ბოლო დღეებში იყო ესეთი ინფორმაცია, რომ მათ ძალიან დიდი ფული დახარჯეს. გააგზავნეს ხალხი წინა პერიოდში, აი ამ ბოლო დროს, მათ შორის ნახსენები იყო ბახტაძე. ხო, მეც გავიგე კი. და ამან შედეგი ვერ გამოიყო. ნუ აი ასე გავრცელდა ყოველ შემთხვევაში ცალმხრივად, ნუ რა თქმა უნდა, ეხლა მე ამის დადასტურება და რაღაცა დამტკიცება არ შემიძლია, მაგრამ ეს მცდელობები ვრცელდება ასე ინფორმაცია რომ იყო, მაგრამ ამან შედეგი ვერ გამოიყო. და ამავდროულად ჩვენ ვხედავთ იმას, რომ გარდა აი ამ მცდელობების არ ქონისა, ვხედავთ გამალებულ ძალისხმევას და იყო დღეს სხვათა შორის დღეს რომ შევხედე მედიას და მაინტერესებდა რომ აბა გუშინ რომ ტრამპის ინაუგურაციას უყურე და მის სპიჩს მოусმინე დღეს ქართულმა მედიამ ამის შესახებ რა უნდა თქვას პირველი იყო ჩემი გაოცება რაზე იცი პირველი თემა რა იყო ეს რაღაც ივანიშვილის სანქციები. არა, სანქციები არა, პირველი თემა იყო შვეიცარიის ერთ-ერთ ბანკთან მისი დავა, რომელიც წამოიწყო იმის გამო, რომ ფული არ გადმოურიცხეს, რომელიც მისი აქტივი იყო. და ამაზე უგრძესი განცხადებები და უდიდესი სიუჟეტები დღეს მთავარი გამოშვებები, მათ შორის იმედის მთავარი გამოშვება ამ თემით დაიწყო. გეხვეწები რა გიყვარს? და რა დაალაგებაზე ვლაპარაკობ, ხალხი არის იმაზე მოწოდებული, რომ ეს თანხები ბანკებიდან დროზე გადმოქაჩონ სადმე, რომ არ მოყვეს სანქციებში, ხო? ამ დროს თამაშობენ ამ თამაშს, რომ თითქოს ვინმესთან ამას ალაგებენ და დასცინიან სხვას, ვინც იქ ჩასულია და რაღაც შეხვედრებს მართავს. რა გიყვარს, ვიდრე ამ ვიდეოს ჩაწერას დავიწყებდით, რუხაძე, ირაკლი ქვია? კი, იმედის მფლობელი, ხო? რუხაძე იყო რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუზე მისული და იქ ფაქტობრივად ამბობდა, რომ ჯერაც ძალიან სასაცილო იყო, რომ მე იმედს არ ვუყურებო CNN-ს და BBC-ს ვუყურებო და ამ დილასო ტრამპის ინაუგურაციაზე ვუყურებდიო და მოკლედ როგორ აშუქებდნენო და ფაქტობრივად ამ კაცმა აღიარა კიდევაც, რომ იმედი ეს არის ქართული ოცნების ფარი. ანუ ამაზე უარყოფა არ ქონია, ანუ თავისუფალი მედია და ის კი არა, ანუ კი ეს იცავს ქართულ ოცნებას. პირადად ფარი არის, იმიტომ რომ არ მინდა რომ ვიღაცა რევანშისტული ძალები დაბრუნდნენო, ამას ამბობდა და თან ამბობდა იმას, რომ მე არ მაინტერესებს მედიაო, ხო? ხო, ასე იყო. ხო, და ანუ რატომ გიყვარს, რომ პირველი თემა იყო ივანიშვილის რაღაცა ფინანსები. გადავიდეთ, ხო, მოკლედ ვნახოთ იმედის სიუჟეტი, სადაც აქცენტი არის მხოლოდ ქალი-ქალია კაცი-კაციას განცხადებაზე და გავარჩიოთ ეს სიუჟეტი ერთად. LGBT პროპაგანდის მხარეს მდგარი ოპოზიცია ურეიტინგობით გამოწვეული დეპრესიის ფონზე გულის გადაყოლებას უკვე ცრუ კამპანიაზეც ვეღარ შეძლებს. დონალდ ტრამპის განცხადებებმა მათ სივრცე სპეკულაციებისთვის აღარ დაუტოვა. არსებობს მხოლოდ ორი სქესი, რომლის დათვლას ქართველი რადიკალების ნაწილი თავს ისევ არიდებს. სხვები თავის მართლების რეჟიმში არიან, ვიდრე დაბნეული ოპოზიცია წვალობს, სულ უფრო თვალსაჩინოა, რომ ამერიკის ახალი პრეზიდენტის გზავნილები ქართული ოცნების პოლიტიკასთანაა თანხვედრაში. მგონია რომ ეს ტექსტი ვიღაცამ დაუწერა და მექანიკურად წაიკითხა. ხო, რაღაცა ეს გრძელი წინადადება. ხო, არა და ეს ანუ ეს ახლა ჟურნალისტის ტექსტია. ანუ საწყალი ოპოზიცია ზოგადად აი ამ სიტყვას. ეს შეფასებითი, ნუ აი შინაარს რომ თავი დავანებოთ აბსოლუტურად შეფასებითი ტექსტი თავიდან აი საწყისიდან წერტილამდე. რომ რაღაცა აგონიაში მყოფი ოპოზიცია თუ რაღაცა დეპრესიაში მყოფი ოპოზიცია, მე პირველივე სიტყვები იყო რომ LGBT პროპაგანდის მხარეს მდგომი ოპოზიცია, ანუ რატომ აწვის ასე დასკვნის სახით მაყურებელს, ანუ ათობით ათას ადამიანს აწვდის ამ ფორმით, რომ ოპოზიცია არის LGBT პროპაგანდის მხარეს მდგომი და ახლა ის მათ კოზინაცაში ჩაუვარდათ თუ როგორც თქვა.
ხო, ნუ პირველივე წინადადებებიდან ჩანს, რომ აქცენტი არა შინაარსია, თქვათ, რა თქვა ტრამპმა და რატომ თქვა. არა, აი ოპოზიციას ჩაუვარდა კოვზი ნაცარში თუ რაღაც დეპრესია და სპეკულაციების სივრცეც ახარ დაუტოვა. აი ამაზე არის, ანუ ეს სიუჟეტი უკვე მეუბნება ეს ჩართვის დასაწყის მეუბნება იმას, რომ თავიდან ბოლომდე ოპოზიციის კრიტიკაზე უნდა ვიყო ორიენტირებული და არა, თქვათ, გავიგო, რა თქვა ამ კაცმა. იწყება საღი აზრის რევოლუცია. ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური პოლიტიკა იქნება, რომ არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ორი გენდერი, ქალი და კაცი. ამ მარტივი ჭეშმარიტებით დონალდ ტრამპმა საქართველოში რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგი თავდაყირა დააყენა. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ქართული ოცნების მიერ გადადგმული ნაბიჯები ოპონენტების მხრიდან არაერთხელ გამხდარა თავდასხმის საფუძველი. ახლა კი იგივე გზავნილები აქვს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს. ჩვენს ქვეყანას საღი აზრი მოენატრა, ჩვენ კი საღი აზრის პარტია ვართ. არ გვსურს კაცები ქალების სპორტში ასპარეზობდნენ, არ გვსურს რომ ტრანსგენდერის ოპერაციები ყველას უტარდებოდეს. ვიდრე აი ამ ინტერვიუებზე გადავალ და აქაც მათ შორის ოპოზიციის მიმართ ძალიან კრიტიკული შეფასება მაქვს. მანამდე მინდა აი თვითონ ტრამპის სიტყვას დავაკვირდეთ, რომელიც აი აქ იყო მოჭრილი რა. რას ამბობდა ის, რომ ჩვენ არ გვსურს, რომ კაცები ქალების სპორტში ასპარეზობდნენ, ხო? ნუ აქ მე პირველ რიგში ის გამახსენდა ოლიმპიადის ცნობილი ამბავი, მოკრივე რომ იყო ქალთა ტურნირზე რომ ასპარეზობდა და რომ დაადგინეს რომ იყო კაცი. საბოლოოდ ესე დადგინდა რა. ხო. დადგინდა ეს? კი, ეგ დადგინდა რომ იყო ბიოლოგიური კაცი. ხო და ანუ ნახეთ რისი თქმა მინდა რომ ჩვენ პარალელს ვავლებთ აბსოლუტურად სხვა საკითხებზე ქართული რეალობიდან. ანუ აი ამის შემოთავაზება ხდება ისე და მთელი ეს კამპანია, რომელიც ეხება ამ კანონს, რომელიც მიიღეს ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონი ასე ქვია, აგებულია იმაზე, რომ საქართველოს რაღაც კატასტროფის წინაშე დგას, ხო, ეს არის ხო, მათი სათქმელი და ჩვენი ერი უნდა ვიხსნათ აი ამ კატასტროფისგან და არ შემიძლია რომ არ თქვა რა, საქართველოს რეალურად დგას კატასტროფის წინაშე. როდესაც ორიენტაციის გამო ადამიანებს დასდევენ, ადამიანებს კლავენ და ჩვენ რამდენი მაგალითი გვაქვს, როდესაც ტრანსგენდერი ქალი მოკლეს, ხო? ნამდვილად კატასტროფის წინაშე დგას საქართველო. ზუსტად ეს არის, ანუ ამის თქმა ამ მიმართულებით დგას კატასტროფის წინაშე. ნახე, აი ზუსტად ეგ არის საფუძველი, როდესაც დასავლელი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ეს კანონი არის პრობლემატური და ეს ეწინააღმდეგება რაღაც ღირებულებებს, რომელიც ჩვენი თამაშის წესებია, სწორედ ეს იგულისხმება, აქ იგულისხმება რისკები. და აი ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე მივალ ახლა რა. ყველა ერიდება ამ თემაზე საუბარს. და გაურბიან. და ეს ძალიან კარგად იციან იმეჯშიც, ძალიან კარგად იციან ქართულ ოცნებაშიც და ზუსტად ამაზე არის ეს სიუჟეტი აგებული, იმიტომ რომ მათ იცოდნენ წინასწარ რა პასუხებს მოისმენდნენ რა. ანუ ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, ჩემი აზრით, ამ თემასთან მიმართებაში არ იქცევიან პასუხისმგებლიანად. ისინი მიიჩნევენ, რომ რადგან ჩვენ სპეციფიური საზოგადოება ვართ და ეს თემა, ამ თემის შემოტანა და ამ თემაზე დისკუსიის დაწყება შესაძლოა მათთვის იყოს დამაზიანებელი იმიჯის თვალსაზრისით და ვიღაცამ შეიძლება მისმა მხარდამჭერმა მხარი აღარ დაუჭიროს, იმიტომ რომ LGBT თემაზე დაიწყოს საუბარი, საერთოდ გათიშეს ეს თემა, იმის არ იყოს მეორე ფრონტის საკითხზე, რომ დისკუსიაში არ შევიდნენ და საწინააღმდეგო არგუმენტები არ წარმოადგინეს და ახლა ნანობენ. აბსოლუტურად იგივე საკითხია აქაც. ამასთან ერთად, ხო, რა თქმა უნდა, ეს არის გასათვალისწინებელი, რა გამოწვევების წინაშე დგას შტატები, რა ევროკავშირის ქვეყნები და საქართველოში არის უკიდურესად მძიმე სიტუაცია ამ მიმართულებით. ადამიანები პირდაპირ ვიტყვი, რომ ჩემი მეგობრები, რომლებიც არიან სექსუალური უმცირესობებს მიეკუთვნებიან, ამ ქვეყნიდან გაიქცნენ, იმიტომ რომ მათ უბრალოდ აქ არსებობის საშუალება აღარ ჰქონდათ. ანუ ეს არის რეალური პრობლემა და
პასუხისმგებლობაზე, როდესაც საუბრობ, კი, ზუსტად გეთანხმები, რომ როდესაც პოლიტიკოსი ხარ, როდესაც ოპოზიციონერი ხარ, მით უმეტეს ამაზე თუ არის საუბრე და ადამიანის უფლებები თუ არ დაიცავი, აი ეს მართლა უსუსური მცდელობები, რაც ამ შემთხვევაში ამ რეპორტაჟში ვნახეთ ჩვენ, რომ თავს არიდებენ ამ კითხვას და კითხვა რა არის ხალხო, კითხვა რა არის, ხალი ხალია და კაცი კაცი, ანუ აი ეს კითხვა, არ ვიცი, ჯერ თუ ჟურნალისტისადმე გქვია და რაღაცა საბუთი და დიპლომი გაქვს, რანაირად უნდა დასვა და რა ჟურნალისტურ ღირსებაზე უნდა ილაპარაკო. არ დგას რა, ანუ საკითხის ანუ აქ არის კიდე ძალიან დიდი манипуляცია, რომ საკითხი არ არის მხოლოდ სქესზე. ანუ აქ საკითხი არის სექსუალურ ორიენტაციაზე და ხალია, კაცი კაცია, ეს აბსოლუტურად სხვა საკითხია, ბიოლოგიურად როგორ არის საწყისში, ხო? აქ სხვა რამეზეა საუბარი და სხვანაირად ისმევა კითხვა, მაგრამ რაც მინდოდა მეთქვა, ანუ კანონთან დაკავშირებით დისკუსიას თავს არიდებს ყველა, იქიდან გამომდინარე, რომ ეშინიათ გარკვეული რისკების. არადა ძალიან მარტივად შეუძლიათ ახსნან, რომ კი შეიძლება ერთის მხრივ საუბრობდეთ ღირებულებებზე ოჯახზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის, მაგრამ ამ კანონის ესეთი ფორმით შემოტანა აჩენს რისკებს კონკრეტული საზოგადოებრივი ჯგუფებისთვის, რაც მიდის პირდაპირ სიცოცხლის მოსპობის რისკებამდეც კი. Ჩვენი შეკითხვა არის დემაგოგიური, პროვოკაციული ხასიათის, აბსოლუტურად სქესის რაოდენობა ქალბატონოლანა აცდენილია დღევანდელ დღის წესრიგს იმ ღონისძიებას, ტრამპი არის აცდენილი დღევანდელ დღის წესრიგს. აცდენილი და თქვენი ხაზი. ტრამპის განცხადება არის აცდენილი, ამას ამბობთ, მე აქედან გამომდინარე გეკითხები. ზოგადად თქვენ შეგიძლიათ დამისვათ შეკითხვა და მე მაქვს უფლება ჩემ კითხვას არ პასუხობთ უბრალოდ. არ გიპასუხებთ, იმიტომ რომ თქვენი არ იცით რამდენი სქესი არსებობს? თქვენ მიპასუხეთ რამდენი სქესი არსებობს და თქვენ მიპასუხეთ ვინ გამოგზავნათ დღეს ამ შეკითხვით. დონალდ ტრამპი თუნდაც გამოგზავნა ამ განცხადები? თქვენ შეგიძლიათ გითხრათ რამდენი სქესი არსებობს? ამ საკითხზე როგორც გითხარით, კომენტარს არ გავაკეთებ. ეს არ არის სისტემები, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ და რომელზეც შემიძლია კომენტარების გაკეთება, იმიტომ რომ ჩვენ ვმუშაობთ ქვეყნის შიგნით დემოკრატიის. რამდენი სქესი არსებობს, ამაზე ვერ საუბრობთ? არ იცით რამდენი სქესი არსებობს? აი მიზეზი რომ გითხრათ, რატომ არ იცით? დასვამთ კითხვას საერთოდ არ გიცნობ. როგორ ფორმატში უნდა დავსვათ აბა კითხები ამ საკითხზე? არ მაქვს ეს ინფორმაცია, მართლა არ მაქვს, არ ვიცი. და გამოვითხოვოთ ინფორმაცია თუ როგორ ფორმატში უნდა დავსვათ კითხვა, ეს კითხვა რამდენი სქესი არსებობს? მეილზე უნდა გამოვაგზავნოთ თუ რა ფორმატია? სქესი და არსებობს გენდერი და რომელს გულისხმობ? სქესს გეკითხებით, რამდენი არის? სქესი არის ქალი და კაცი, მაგრამ არსებობს გენდერი და გენდერული იდენტობა. ოპოზიციის ნაწილს კი ტრამპის გზავნილებმა რიტორიკას შეაცვლებინა. ლგბტ პროპაგანდას გამოგონილ თემას ვეღარ უწოდებენ. თავს კი ახლა მხოლოდ იმით იმართლებენ, რომ სქესისა და გენდერის საკითხი აქტუალური წარსულში არ იყო. ხალია კაცი კაცია კი ნამდვილად ასე არის კრიტიკა გვახსოვს იმიტომ რომ ჩვენ მაშინ თემა საერთოდ არ იყო მნიშვნელოვანი რამდენი სქესი არსებობს? ანუ რაღაც პროვოკაციული კითხვა არის თითქოს რაღაც განსხვავებული პასუხი. პროვოკაციული კითხვა რა არის, ანუ გეკითხეთ. ხო, კაი. ქართული ოცნების და მისი პროპაგანდის აი პროვოკაციულ კითხვაზე პასუხი არის ერთი. ხალია, კაცი კაცია, მაგრამ ის რომ ადამიანის უფლებებთან მიმართებაში რაღაცა განსხვავებული პოზიციები ვაფიქსიროთ და ასე შემდეგ ეს ვერ იქნება, ხო? მე ვეთანხმები ამას, რომ სქესი არსებობს და საერთოდ არ ვიცნობ არც ერთ ადამიანს, რომელიც ამას არ ეთანხმება. ხო, ну აი რაც ნახეთ რა, ეს ლელოს წარმომადგენელი საერთოდ დაიბნა, გაშრა, რაღაცა დაიწყო იქ რა ღონისძიება, რა მნიშვნელობა აქვს რა ღონისძიებაზე ხარ, რაღაცა კითხვას გისვამს, გასაგებია რატო გისვავს, პროვოკაციულია თუ არ არის პროვოკაციული, შენ თუ პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი ხარ, ანუ რაზე ვლაპარაკობ, იცი, პოზიცია იქონიე რა. ანუ ამ საკითხზე რაც არის ერთ-ერთი წამყვანი თემა დღეს და ერთ-ერთი გამოწვევა შენთვის, შენი ოპონენტისგან მოწოდებული, ხო? პოზიცია რატომ არა გაქვს? ანუ ეს ხალხი აი ჩემ გაკვირვებას იწვევს ამ თემაზეც და რაც გითხარი მეორე ფრონტის თემაზე, რაშიც კამპანია სრულად და ფაქტობრივად ქართულმა ოცნებამ მთელი კამპანია სწორედ ამ თემებზე და დღეს აღიარეს, რომ ეს იყო წარმატებული კამპანია. შტატებამდე გამოწვევასთან ბრძოლა საქართველოს ხელისუფლებას წლებია დაწყებული აქვს და მიღებულია შესაბამისი კანონმდებლობაც. რადიკალური ოპოზიცია კი ლგბტ პროპაგანდის მხარეს დადგა. რაზეც ბოლო 3 წელი გვეუბნებოდნენ, ეგ თქვენი მოგონილი და ჰაერიდან მოტანილი თემებიაო, ყველაფერზე ილაპარაკა ტრამპმა, მათ შორის მშვიდობაზე, სუვერენიტეტზე, ღირსებაზე, მხოლოდ ორი სქესი რომ არსებობს. ჩვენს მიერ მოგონილ ამ თემებზეც განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა. რაზე საქმე მინდა რომ გამოვეხმაურო
მშვიდობაზე და სუვერენიტეტზე ისაუბრა ნამდვილად ტრამპმა. მაგრამ არა საქართველოს. ხო, ჯერ ერთი ხო, აქ კონტექსტი ხო ის არის, რომ ჩვენ ომში ჩართვას ცდილობენ და ამბავი, ხო? და აბსოლუტურად არ არის გამოკვეთილი ტრამპი, მე ძალიან მაინტერესებს ეგ თემა და ვაკვირდები მის ყველა გზავნილს, რაც ეხება ომის საკითხებს რა, უკრაინის საკითხებს, თორემ ახლო აღმოსავლეთთან მიმართებაში, ეგერ გუშინ ინაუგურაციაზე მძევლების ოჯახის წევრები ყავდა, იქ დაალაგა მეტნაკლებად ყველაფერი და ეგერ ნეთანიაჰუ იქნება პირველი, ვინც შტატებში ჩავა და ოფიციალური ვიზიტი ექნება. ისრაელის საკითხი და ახლო აღმოსავლეთის საკითხი უკვე გამოჩნდა ეს ნიშნები რა ხდება და როგორ ხდება, მაგრამ ეხლა მთავარი მოლოდინი რასთან გვაქვს, ხო? რუსეთთან იქნება თუ არა რაიმე შეთანხმება ტრამპის და პუტინთან რა მოლაპარაკებები და რა ფონზე შედგება. და დღესაც როცა ტრამპი ჟურნალისტების კითხვებს პასუხობდა და თან ამ განკარგულებებს ხელს აწერდა და იქ კითხეს პუტინის შესახებ, მან ბურთი მის მოედანზე გადააგდო და ესეთი რაღაც თქვა, რომ თუ არ ვცდები მილიონამდე რუსი ჯარისკაცია უკვე მკვდარი. შეხედეთ მათ ინფლაციას, შეხედეთ მათ ეკონომიკას. პუტინს მოუწევს შეთანხმებაზე წასვლა, თუ არა და ის მის ქვეყანას კარგს ვერაფერს მოუტანს. წნეხის ქვეშ აქცევს ვიდრე რაიმე მოლაპარაკებაზე მიდგება საუბარი, მას ეუბნება, რომ შენ ამ ომს აგებ და ისაც აქვს ჯერ კიდევ კამპანიის დროს ნათქვამი, რომ ვნახოთ როგორ წავა პროცესი, თუ ის წამოვა თამაშის ჩემ წესებზე, ხო კარგი, თუ არა და ჩვენ მეტი დახმარების გაწევაც შეგვიძლია უკრაინისთვის. კაცმა არ იცის როგორ წავა რუსეთ-უკრაინის ომთან მიმართებაში ტრამპის პოლიტიკა და ეს ყველაფერი ჯერ არის აბსოლუტური წინასწარი გზავნილები და რაღაცა ეს თამაში მიდის ახლა მისი მხრიდან და ვიღაცებს აქვთ ილუზია, რომ რუსეთთან რაღაცა დათმობს ტრამპი. მე არ მაქვს მაგის ილუზია, რომ ამხელა ძალისხმევა წყალში ჩაყრის, ამდენ მილიარდს ნაგავში გადაყრის და ძალიან მარტივად ვინმეს რამეს დაუთმობს. მაგას ვნახავთ, თან აქ წნეხი მიდის, ესაც მინდა აღვნიშნო ევროკავშირზე მისი მხრიდან, რომ მათ გაზარდონ დაფინანსება და საკუთარი თავდაცვის უნარიანობაზე მეტი დახარჯონ და თან დაეხმარონ მეტად უკრაინას. ეს თამაშები მიდის. ჯერ კიდევ კაცმა არ იცის რა და როგორ წავა რუსეთ-უკრაინის საკითხზე და აქ მდინარაძე გვთავაზობს, რომ ჩვენ მშვიდობაზე ვსაუბრობდით და სუვერენიტეტზე ვსაუბრობდით და რაღაცა ბოდვაში უნდა რომ ამყოფოს თავისი მაყურებელი თუ ამომრჩეველი. არ ვიცი რა, ესენი რას საუბრობდნენ ერთია და ტრამპი რას იზავს აბსოლუტურად მეორეა და ეს მინდა უთხრა ყველას, რომ ვინც ჩვენ გვისმენს რა, რომ შეიძლება ესე ძალიან დაბალი დონის გზავნილებზე წამოგება, რასაც ეს ხალხი გვთავაზობს. ეს იყო რაც მინდოდა მეთქვა. ჩვენი ოპოზიცია კატეგორიულად არ ეთანხმება პრეზიდენტ ტრამპს. ოჯახური ღირებულებების კანონზე ხმის მიცემაზე აღარაფერს ვამბობ. სიტყვიერადაც ვერ დავაცდენინეთ, რომ LGBT პროპაგანდა არასწორია. დონალდ ტრამპის გზავნილებმა ქართველი რადიკალების მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ამერიკის ახალი პრეზიდენტის ღირებულებები თანხვედრაშია ქართული ოცნების პოლიტიკასთან. ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ რადიკალებს კოუზი ნაცარში ჩაუვარდათ, იმიტომ რომ სწორედ ის კანონმდებლობა, რომელიც საქართველოს პირველმა მიიღო, რეალურად დღეს აქტუალური არის ამერიკის შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის და ამ მიმართულებით ამერიკის შეერთებულ შტატებში არის სრული მზაობა და პოლიტიკური ნება იმისა, რომ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგას. ძალიან სამარცხვინო და სასაცილოა ოპოზიცია, რომელიც ბაიდენის განსხვავებულ პოლიტიკას, 180% განსხვავებულ პოლიტიკას მიესალმებოდა მთელი 4 წლის განმავლობაში, მხარს უჭერდა LGBT პროპაგანდას, არათუ კანონ პროექტს არ მიცეს ხარი, იცით, ვერც ვათქმევინეთ, რომ LGBT პროპაგანდა არის უბრალოდ ცუდი და მიუღებელი ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ერისთვის და ახლა აღმოჩნდა, რომ თურმე ტრამპის პოლიტიკასაც იზიარებენ. ეს მითი კიდევ ერთხელ დაიმსხვრა იმის შესახებ, რომ ეს იყო რაღაც თითნა გამოწვეული და გამოგონილი თემატიკა. სასიამოვნოა ის, რომ ესოდენ ძლიერი სახელმწიფოს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ამ შემთხვევაში ღია
ზოგადად არის იმ ღირებულებების მატარებელი, რომელიც საქართველოში ასევე არის ძალიან მაღალ დონეზე ჩვენი ხელისუფლების მხრიდან აყვანილი. ამერიკის ახალი პრეზიდენტი სწორედ იმ ღირებულებებს იზიარებს და ახმიანებს, რაც საქართველოს ხელისუფლებას აქვს. შესაბამისად, საქართველოში არჩევნებში დამარცხებული ოპოზიცია ერთდროულად რჩება როგორც რეიტინგის, ისე სპეკულაციის სივრცის გარეშე. ხო, ნუ ნახე, შტატების პრეზიდენტი იზიარებს იმას, რაც ქართულ ოცნებას აქვს. თითქოს ესენი არიან ამის პირველი გამჟღერებლები და მე ხო, აი ერთი რომ ესენი არიან პირველი გამჟღერებლები და ისაც დაეთანხმა სხვათა შორის, მაგრამ მეორე რა არის, ხო, ანუ ეს რაღაც მარტივი ეს ამას ასე კი არ ამბობენ, უბრალოდ რაღაც ეს ჩანდა ეს. ხო, ეგ არის ამბავი რა, რომ ესე ანუ ესეთი მარტივი ენით და რაღაცა ძალიან არ ვიცი რა სიტყვა დავარქვა, პრიმიტიული გზავნილებით ცდილობენ, რომ არ ვიცი, მე მგონია, რომ ეს ხალხი თავისივე მხარდამჭერებს ძალიან დიდ შეურაცხყოფას აყენებს, როცა ესეთი მარტივი ტყუილებით ცდილობს მათ შეცდომაში შეყვანას. ანუ რა გონიათ, რომ ანუ ეს ხალხი ვერ აზროვნებს, განსხვავებებს ვერ აკეთებს, ანუ იმას რო ეტყვირო ახლა აი ჩვენ პოლიტიკას სრულად იზიარებს ტრამპი, აი ამ ერთ განცხადებაზე, ერთ ფრაზაზე დაყრდნობით ეს ვინმეს გონია, რომ იდენტურ პოლიტიკის გამტარებელია ტრამპი და რაღაცა ქართული ოცნება, ანუ არ ვიცი, ესე რატო აყენებენ ამ ხალხს შეურაცხყოფას, ჩემამდე არ დადის რა, მაგრამ ალბათ რა ვიცი, აქვთ განცდა, რომ ეს ყველაფერი ესე მუშაობს და ეფექტს იძლევა და არ ვიცი, ამის ახსნას ვცდილობთ ჩვენ ასე მონდომებით, რომ ასე მარტივად არ შეიძლება რაღაცეებზე დაყრდნობა და ყველა ფრაზა სჭირდება დაკვირვება, იმიტომ რომ ძალიან დიდ შეცდომებში ყველაზე დიდი, რა ვიცი, დანაშაული, ესე შემიძლია ვთქვა, საერთოდ არის ჩემი აზრით, როდესაც კონტექსტიდან ამოგლეჯილ ინფორმაციას აწვდი და ამასთან ერთად ყველაზე დიდი ასე ტყუილის ილუზიაში ცხოვრობს ადამიანი, როდესაც კონტექსტიდან ამოგლეჯილ ინფორმაციას ან ეძებს, ან იჯერებს, ან არ ცდილობს, რომ ან ფაქტი გადაამოწმოს, ან სრული სურათი დაინახოს და ამ შემთხვევაში, როდესაც რაღაც ერთ გზავნილზე, ერთ დაპირებაზე აქცენტი და შეფასება არის მთავარი საინფორმაციო გამოშვების ამომავალი, რა პირველი თუ მეორე თემა, არ ვიცი, მეც მგონია, რომ ეს შეურაცხყოფა არის თავად მათი გარდა იმისა, რომ არადამაჯერებელია საკუთარი ამომრჩევლის და მაყურებლის შეურაცხყოფა მგონია და აქ იყო რომ ჰაერზე არისო რაღაცები თითქოს თითიდან გამოწოვილიო ну აი ეს კიდე ცალკე მსჯელობის საგანია, ვინ რას გულისხმობს, ტრამპი რას გულისხმობს deep state-ში. იქ რა კორპორაციულ რაღაცა ინტერესებზე ლაპარაკობს და პოლიტიკაზე, მათ შორის შიდა პოლიტიკაზე გავლენაზეა იქ აქცენტი, ესაც საგულისხმოა. ესენი რას გულისხმობენ deep state-ში? ეს კიდევ ცალკე საკითხია, როგორ ერევათ ერთმანეთში deep state-ი, გლობალური ომის პარტია ხარადარდეს. და გარდა ამისა, თითიდან გამოწოვილს რომ ეძახიან ქალი და კაცია, ქალია და კაცია, საერთოდ დასკვნის სახით თქვა, რომ სხვა მოცემულობა არის შტატებში, სხვა საკითხზე საუბრობს ოფიციალურ ჩანაწერებზე და დოკუმენტებზე და ოპერაციებზე და ასე შემდეგ ქირურგიულზე ტრამპი აბსოლუტურად სხვა რეალობა არის საქართველოში, სადაც მართლა უნდა გავიმეორო ეს სიტყვა ტაბურეტკებით და დანებით დაძდევენ სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებს და ამიტომ ყველაზე კომიკური არის ეს კასპში, რომ ერთსქესიანთა ქორწინებაზე საუბრობენ ერთი სიტყვით. გამოწვევები არის სხვადასხვა, ტრამპი არ არის იდეალური და საერთოდ არც ერთი პოლიტიკოსი არ არის იდეალური. ყველაფერში ვერ შეიძლება ვეთანხმებოდეთ და რომც ვეთანხმებოდეთ, სრულ სურათში უნდა გავიაზროთ მისი გზავნილები და არა რაღაც ერთ კონკრეტულ კონტექსტიდან ამოგლეჯერ რაღაც იდეოლოგიურ ნარატივზე დავაშენოთ მთელი ჩვენი მომავალი ცხოვრება და ეს იყო ის მთავარი ესე თემა. რაღაცა აქცენტები, რაც ჩვენ დავსვით, მაგრამ ვიდრე დავამშვიდობებით თუ მოვასწრებ, ერთი რამის თქმა მინდა რა. გვიჯდება კამერა. თუ გაიცი შეზეგი დაჯდა. ძალიან ველოდები ერთ რამის რა.
გახსოვს მაკრონის ამბავი? კი, რო დაურეკა ივანიშვილს. ხო, ერთ დღეს რო დიდი ლიდერი იყო და მეორე დღეს რო ლანძღავდნენ? კი, როგორ არ მახსოვს. მე მგონია რომ არ არის ის დრო შორს, როდესაც ეს ადამიანები ეხლა რო ხოტბას ასხავენ ტრამპს და გმირად მოყავთ და მათ მთავარ მოკავშირედ რომ თანამოაზრეები არიან და ერთნაირი მსოფლო ხედველობა აქვთ. დავიმახსოვროთ ეს დღე არ არის ის დრო შორს, როდესაც მის ლანძღვას დაიწყებენ თუ ისე წავიდა პროცესი, როგორც რაღაცა წინა პირობები გვეუბნება, მათ შორის სანქცირება და ის სია, რომელიც შედგენილია და კონკრეტული პოლიტიკოსები ამერიკაში ამბობენ, რომ ეს სია უკვე არის სახელმწიფო მდივნის მაგიდაზე. ეს იყო ჩვენი დღევანდელი თემა. თვალი ადევნეთ ქართულ მედიას, მაგრამ არ დაუჯეროთ. ყველაფერს მინიმუმ არ დაუჯეროთ. გადაამოწმეთ ინფორმაცია. რავი, ისე განმეორდები, რომ სრულ სურათში აღვიქვათ ერთად და ჩვენც ამისთვის ბევრს მუშაობთ, რომ თქვენამდე ეს ინფორმაცია მოვიდეს და არ იყოს რაღაცა გაფილტრული სხვადასხვა მედია საშუალებების მიერ მხოლოდ. მე მგონი ვერ დავალაგესწიან და მაგრამ ერთი სიტყვით როგორც არის. კრიტიკული აზროვნება ერთი ეს ამ ფრაზაში ყველაფერი ჯდება მე მგონი ამ ტერმინში. საჭირო რამეა ხალხო. მადლობა რომ გიყურებთ, გამოიწერეთ ჩვენი არხი. ძალიან დაგვეხმარება subscribe ღილაკზე თქვენი თითის დაჭერა, დაკლიკება და გვადევნეთ თვალი. ველოდებით თქვენს კომენტარებს.